მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამთა, ეს არის სფეროს პოდკასტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ბევრ ოჯახს ეხება, თუმცა ხშირად გამოუქმელი რჩება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე, აუტიზმსა და იმ რეალობაზე, რომელშიც ძალიან ბევრი ოჯახი ყოველდღიურად ცხოვრობს. დღეს ჩვენი სტუმარია თათა ცინცაძე, CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი და ასევე საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის თანადამფუძნებელი და ის ადამიანი და მშობელი, რომელმაც პირადი გამოცდილება აქცია სხვა ადამიანების მხარდაჭერად და შექმნა პლატფორმა, სადაც ოჯახები და ბავშვები თავს მარტო აღარ გრძნობენ. თათა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. სანამ უშუალოდ საუბარზე გადავალთ, მინდა რომ ის პატივისცემა გამოვხატო შენს მიმართ, გიორგის მიმართ და მარიამის მიმართ, იმიტომ რომ რაღაც წარმოუდგენელ საქმეს აკეთებთ. მე ვიყავი თქვენი ფონდის პრეზენტაციაზე და არასდროს არ დამოვიწყდება ის ემოციები, როდესაც ვუყურებდი რაიონებიდან ჩამოსულ მშობლებს მხოლოდ იმისთვის, რომ მეთქვათ თქვენთვის მადლობა ამ დახმარებისთვის და არ ვიცი, მადლობა და დიდი მადლობა პირიქით თამთა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით და დღეს ვარ თქვენ პოდკასტში, იმიტომ რომ ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია თუ ხშირად ვისაუბრებთ, ბევრგან ვისაუბრებთ და უფრო მეტად ავამაღლებთ ცნობიერებას, როგორც იშვიათი დაავადებებია და აუტიზმი. ნამდვილად და მოდი მაშინ დაგისვამ უკვე პირველ კითხვას, თუ შენთვის კომფორტული იქნება, რომ გაიხსენო ის პერიოდი, როდესაც მიხვდი, რომ შენს შვილს ნატალიას სჭირდებოდა განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა. კი ბატონო თამთა, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ეს ჩემი ცხოვრების, ეს იყო 15 წლის წინ, როდესაც ნატალია დაიბადა და თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ბავშვი დაიბადა აბსოლუტურად კარგად და 40 დღის იყო, როდესაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მოვხდით საავადმყოფოში და მას მერე თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო და მისი განვითარება ისე არ მიდიოდა. რა თქმა უნდა, ეჭვები იყო ბევრ სხვადასხვა დაავადებაზე, ბევრი კვლევები გავაკეთეთ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ჩვენ გაგვიმართლა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან კარგი პედიატრი შეგვხვდა. თან 15 წლის წინ იშვიათ დაავადებებზე ესე არ იყო ცნობიერება ამაღლებული და არც ესეთი ბევრი პაციენტი არ იყო დიაგნოზირებული. შესაბამისად, გარკვეული კვლევები, რა თქმა უნდა, ჩამოდიოდა უარყოფითი, ისეთი ცნობილი დაავადებები, რაც იყო, ესენიც გამორიცხული იყო და ბოლოს გითხრა ჩვენმა პედიატრმა, რომ სავარაუდო თუ აქო არის იშვიათი დაავადებაო. და სულ ვფიქრობდი, რომ რაღაც არც ვიცოდი რა იყო იშვიათი დაავადება, ბუნებრივია, იმიტომ რომ მე პირველი უფროსი შვილიც ვყავს ტასო და ის გავზარდე აბსოლუტურად ლაღად, კარგად, პედიატრთან მქონდა ძალიან პატარა მხოლოდ რაღაც კონსულტაციებზე მივდიოდი ისე და შესაბამისად მართლა არ ვიცოდი გულწრფელად, რომ არსებობდა კიდეც. და ჩამოვიდა მოკლედ პასუხი, რომ ჩემს შვილს ჰქონდა უიშვიათესი დაავადება, ეს არის გლიკოზილირების თანდაყოლილი დარღვევა, CDG სინდრომი, PM2 გენის მუტაცია და იმ პერიოდში ნატალია იყო საქართველოში პირველი და მსოფლიოში 201. და მან ვფიქრობდი, რომ როდესაც გავიგე, რომ ეს დაავადება არსებობს და შესაძლოა მე ვყოფილიყავი 201 პაციენტის მშობელი, ვფიქრობდი, რომ ალბათ ესეც არ იქნება რაღაც მართალი და ყუილია და რაღაც, ყველანაირად იმედებ მაგ დროს მშობელი თავს, რომ იქნებ შეცდა ლაბორატორია, იქნებ ექიმის შეცდა, იქნებ რაღაცა ისი არ არის, თუმცა რეალურად დადასტურდა ეს დაავადება და ეხლანდელი გადმოსახედით ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერებაა, როცა გაქვს დიაგნოზი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, იმიტომ რომ დიაგნოზის მერე კიდე შენი სხვა ცხოვრება იწყება, დიაგნოზამდე სხვა ცხოვრება. ორ ეტაპად ყოფ ჩემ ცხოვრებას, დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ. სხვა ადამიანი ვიყავი მაშინ და დიაგნოზის მერე გავხდი სხვა ადამიანი ეტაპობრივად. და რა ეტაპები არის? ეტაპები იყო ძალიან რთული თამთა. ძალიან რთული, პირველი ის, რომ ვერ ხვდები რასთან გაქვს საქმე, არ იცი.
რეალურად არ იცი რა დიაგნოზია ეს საერთოდ, ხო? იმიტომ რომ დღეს უკვე ძალიან წინ არის წასული როგორც სოციალური მედია, ასევე ინფორმაციის მოძიება. 15 წლის წინ კიდე სხვა მდგომარეობა იყო, ხო? ინგლისურ ენაზე იყო, ისიც არც ის ვიცოდი როგორ უნდა მომეძებნა, ან რა უნდა მომეძებნა და ერთხელ გავბედე და ჩემს პედიატრს ვთხოვე, რომ იქნებ რაღაცა მომაწოდოთ პატარა ინფორმაცია თქო, რომ მე თვითონ წავიკითხო. და რო დავიწყე კითხვა, გავხსენი, ისეთი მძიმე რაღაცები წავიკითხე ინფორმაციები სამომავლო პერსპექტივაზე ამ ბავშვების, რომ ის ერთ წლამდე სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია, ვფიქრობ, ეს ავდექი და დავკეტე ეს ჩემი ლეპტოპი და ვთქვი, რომ ამას არასდროს აღარ წავიკითხავ, ისე ცუდად გავხდი და რაღაცა პერიოდი აბსოლუტურად ხელს არ ვკიდებდი, აი ესე მივყვებოდი, იქ კვლევებს ძალიან მძიმე 1 წელი გქონდა, იმიტომ რომ ყოველ თვე ვხვდებოდით კლინიკაში, ამ დაავადებას მერე ვიტყვი, რაც ახასიათებს ბევრი, ვთქვათ, ისეთი სიმპტომები, რაც ძალიან რთულია მშობლისთვის. კვების სირთულეები იყო ისეთი, რომ საერთოდ ვერ იკვებებოდა ბავშვი და რეფლუქსი ქონდა და სულ კლინიკაში ვიყავით და ისიც ხომ ახსოვდა მე რომ 1 წლამდე სიცოცხლისთვის საშიშია და ფიქრობ რომ რაღაცა დრო უნდა გავიდეს ან ალბათ ღმერთი გადმოგხედავს და რაღაცა პერიოდი რომ გავიდა ვიფიქრე რომ ესე ხო არ ვიქნებოდი სულ რომ აი თვალს არ გაუსწორებდი იმ რეალურ პრობლემას, რაც არის ჩემ თავს. კი, ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, იზიარებენ, მამაც იზიარებს, შენი მშობლებიც იზიარებენ, შენი მეგობრებიც იზიარებენ, მაგრამ დედის სტატუსი კიდე ცოტა სხვა არის აქ და სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. მაინც მარტო ხარ. და მართლა მარტო ვიყავი, ჩემთვის ვიყავი მარტო, იმიტომ რომ ადამიანიც არ მყავდა, ვისაც გავუზიარებდი, ან რომ მეკითხა, რომ აი შენ შულსაც რო ეს ქონდა, რომ ეგეთი ადამიანი არ არსებობდა თამთა, საერთოდ. საქართველოსკენ მსოფლიოში 200 ბავშვს ქონდა და ვისთვის უნდა მეკითხა. და დავიწყე მოკლედ ძიება ადამიანების, აი ესე პირდაპირ დავჯექი და აი ამ აბრივიატურებით CDG ესე ჩავწერდი, ხა მაშინ არ იყო სოციალური ქსელი ესეთი აქტიური, რომ პირდაპირ ჩაგეწერა ეხლა რომ ჯგუფები არის და მილიონი რაღაც ეგრე არ იყო. ნუ მე არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში და ეს მივაგენი ერთ-ერთ მშობელს, რომელსაც მივწერე პირდაპირ, რომ მე ვარ თინცაძე საქართველოდან ჩემ შულს დაუდასტურდა CDG სინდრომი, PMM2 გენის მუტაცია და მე მგონი თქვენ შულსაც ეს აქვს, თქო. და გამოვიდა ეს მამა იყო, ვისაც მივწერე და გამოვიდა კონტაქტზე, ისე გაეხარდა, რომ რაღაცა ესეთი პატარა ქვეყნიდან არსებობს კიდევ ვიღაცა, ვის შულსაც ეს ჭირს, იმიტომ რომ იმათთვისაც ხო ეს იყო, რომ იქაც ხო ცოტა ადამიანი იყო. და გავცვალეთ ინფორმაციები, როგორ რაღაცებს ვეკითხებოდი, იცი, რომ აი რამდენ გრამს ჭამს, ეხლა დაჯდა, რამე სიტყვას ამბობს, აი არაფერი არ ვიცოდი აბსოლუტურად და ყველაზე ცუდი რაც აი ამ პერიოდში შემემთხვა ის იყო, რომ აი ამ ოჯახის ცუდი რაღაც დაემართათ, მოკლედ ეს ბავშვი გარდაიცვალა ამ დიაგნოზით და ეს ბავშვი იყო 2 წლის და გარდაიცვალა ჩვენი მიმოწერის პერიოდში და აქ კიდევ თქვი, რომ საერთოდ არაფერს აღარ წავიკითხავ, საერთოდ არავის აღარ დავეკონტაქტები თქო, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ ესე იგი ესე ხდება სულ. ესე მეგონა მაშინ. მე თვითონაც პატარა ვიყავი, ასაკითაც პატარა ვიყავი და ძალიან რთულია. მე როცა 25 წლის ვიყავი. და ძალიან რთული არის მაგ პერიოდში, კიდე სხვანაირად, ეხლა უფრო დიდი ვარ, სხვანაირად ვაზროვნებ, ხო, 25 წლის ასაკში სხვა მდგომარეობა გაქვს. და მანდაც თქვი, რომ არასდროს აღარ გავეკარები ამ ყველაფერს და მე რაღაცა პერიოდი ისევ გავიდა და
კიდევ თქვი, რომ ესე ვერ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ ჩემს შულს სჭირდებოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ აი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მშობელი უნდა იყოს ძალიან მაგარი. თუ შენ არ ხარ მაგარი, ანუ შენ არ ხარ ადაპტირებული შენ პრობლემასთან, შენ შულს ვერ მიხედავ. აბსოლუტურად ვერ მიხედავ და დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა. და ეს ადაპტაცია, ხო, რეალურად ადაპტაციის საწყისი ეტაპი აუცილებლად იყო მიღება. აი როგორ მიიღე ეს, რომ 200 მე ერთე ხარ სოფლიოში? აი ძალიან კარგი რაღაც თქვი, რომ ადაპტირება უნდა მოახდინოს ყველა მშობელმა და ამაზე მუშაობა დამჭირდა ჩემ თავთან. პირველი ის მქონდა ხოლმე ძალიან არ მინდოდა ნატალიას სადმე წაყვანა. აი სტუმრად დაბადების დღეზე სულ ვიკავებდი ხოლმე თავს და ვიძახდი, რომ იცი რა ვერ მოვალთ, რაღაც ვირუსის გვეშინია, რაღაც აი ეს მქონდა ხოლმე, რომ ეს ნელ-ნელა დავიწყე ამის ადაპტაცია და მე ვთქვი, რომ რას ნიშნავს და რატო დამემართა, იცი, ერთხელ წავიყვანა და მშობელმა მითხრა ერთმა, რომ ვაიმე თათაო, აი შენ რატო დაგემართაო ესო? აი მაშინაც ხო, აი 15 წლის წინ ხო, ეხლა ხო ცნობიერების ამაღლებაზე კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო და 15 წლის წინ კიდე სხვა მდგომარეობა იყო. და ისეთი საცოდაობის გრძნობა გამოხატა ჩემს მიმართ, რომ აი მაინც და მაინც შენ რატო დაგემართაო და აი მაშინაც თქვი, რომ ნუ კარგი ერთხელ გავბედე, წავიყვანე და მე კიდე რაღაცა ის მქონდა სულ. მე ეს გადავლახე, რომ ყველგან უნდა წავიყვანო, როდემდე უნდა მყავდეს სახლში ბავშვი, როცა არის აბსოლუტურად თქვათ, თავისი შესაძლებლობებით, რაც შეუძლია, იმას აკეთებს, ხო? და აი ესე ნელ-ნელა ეს გარეთ გაყვანის, სტუმრად წაყვანის, დაბადების დღეებზე წაყვანის ის გადავლახე. და მე უკვე დავფიქრდი, რომ რაღაცა ეტაპზე უკვე გავძლიერდი, რომ ესე იგი შენ შულს რა აქ ისეთი, ხო? გაგყავს ჩვეულებრივად დაბადების დღესაც მიყავს, იქაც მიყავს, აქაც მოყავს. ესე იგი რაღაცა შენ თავში შეიცვალა, ამას ეტაპები ჭირდება. ზუსტად. და რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ კიდე უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა და რა გავაკეთე. დავიწყე ისევ ძიება საზღვარგარეთ იმ ექიმების, ვინც ამაზე მუშაობდა. და დავიწყე ძებნა ისევ ესე ინტერნეტით ამ ადამიანს მივწერე, ვისაც შვილი გარდაეცვალა, რომ იქნებ დამეხმარე თქო, რომ ექიმები მინდა რომ გავიცნო თქო და ჩავიდე, იქ წავიდე თქო. და უნდა წავიყვანო ჩემი შვილი და გავიცნო თქო, უნდა შევისწავლო ეს დაავადება თქო. იმიტომ რომ როცა დაავადება არ იცი, რასთან გაქვს საქმე, ვერ ადაპტირდები იმ პრობლემასთან. და ესე ვიპოვე მოკლედ ადამიანები, მივწერე ისევ ძალიან დიდი წერილი, რომ მე ვარ თათაცინცაძე საქართველოდან და მე მინდა თქვენი გაცნობა. და ყველაფერი დავაორგანიზეთ მოკლედ და წავიყვანე ნატალია და გავიცანი ის ადამიანი, ვინც 1984 წელს ეს დაავადება აღმოაჩინა პროფესორი. და სურათები გადავიღეთ, კვლევები ჩაუტარეთ და სხვათა შორის აი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ საქართველოშიც ყავს ექიმები, რომლებიც საოცარ შედეგებს დებენ რა და რომ ჩავედი მითხრეს, რომ ეს ექიმი უნდა გავიცნოთო, იმიტომ რომ 6 თვის ასაკში 15 წლის წინ ესეთი იშვიათი დაავადება ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ვერ უდასტურებენ ბავშვებს და თქვენო ისეთი კვლევები გაქვთო ჩატარებული, აქ მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, ერთი რაც იყო, რომ გენეტიკური ანალიზი გაგვიკეთეს უფასოდ და იქ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს, რომ ჩვენ უკვე გქონდა პასუხი, მაგრამ ეხლა უკვე გენეტიკური ანალიზით დადასტურდა ეს უკვე კონკრეტული გენის მუტაციები, რაც იყო. და იქ ისე გაეხარდათ, რომ ესეთი პატარა ქვეყნიდან ადამიანი ჩავიდა სპეციალურად, ჩაიყვანა თავის შვილი, რომ მითხრეს, რომ შენ უნდა იყოს საქართველოში ამ დაავადების წარმომადგენელიო. და დღეს ხარ კიდეც. და ჩამოვედი და მას მერე დავიწყე ძალიან ბევრი რაღაცა თამთავ. და დღეს ნამდვილად თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გულწრფელად გავაკეთე იმისთვის, რომ დღეს კლინიკაში სხვადასხვა ტიპის სპეციალისტებთან ყველა მიცის თითქმის ეს დაავადება, ან თუ არ იცის ქართულად ნათარგმნი პირდაპირ შეგვიძლია რომ მივაწოდოთ.
ვაუ, ცოტა ემოციების ქვეშ ვარ, აღფრთოვანებული ვარ, შენი, იცი რითი ვარ აღფრთოვანებული? ეხა ეს მინდოდა, მე თქვა რა, რომ საუბრობდი და არ გაგაწყვეტინე. დღეს, რაც მე შენ გაგიცანი, იმხელა ენერგიას ასხივებ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, ან რამდენად ლამაზად გამოჩნდება პოდკასტში, მაგრამ ეს ეხა ნაკლებად მაინტერესებს. რაც ამაყი ხარ ნატალიათი და იმით, რაც თქვენს ოჯახში არის და რაც არ მაქვს ახკმა, რომ ეს არის პრობლემა და მან მინდა ეს პარალელი გავავლო, რომ აი რამ ხელა მნიშვნელობა აქვს შენ, რადგან ქვეცნობიერში თუ ცნობიერში ქონდა ის, რომ არ გინდოდა ნატალიას გაყვანა, რაღაც კომენტარებსაც იღებდი, რომელიც გტყენდა და ეხლა მართლა იმხელა ენერგიას ასხივებ და იმდენად სხვა წარმოდგენა გაქვს და ეს იგრძნობა, ხო? ანუ არ ვიცი, კომუნიკაციის 30% არის ვერბალური და დანარჩენი არის ენერგეტიკული და დარწმუნებული ვარ, რომ არავის არც კი გაუჩნდება ეს აზრი თავში, იმიტომ რომ არ ვიცი. რეალურადაც ამაყი ვარ და რატო? ანუ მე აღარ ვთვლი, რომ ეს არის გარკვეული ტიპის პრობლემა. და მე ძალიან მიღებული მაქვს ეს ყველაფერი და პირიქით ვფიქრობ, რომ ჩემ შულსაც სულ ვეუბნები, რომ რა ბედნიერებაა, რომ შენ გაჩნდი. მართლა ბედნიერებაა, რომ ის გაჩნდა და არის ჩემი შვილი დღეს და მან მასწავლა მე უპირობო სიყვარული. მასწავლა ის, რომ ყველაფერი სხვანაირია, ძალიან ძლიერი ხარ და ესეთი შვილის მშობლები, იცით რა მხოლოდ ბედნიერებას განიცდიან ყოველდღიურად, ამას ტიპიური განვითარების ბავშვის მშობლები ვერასდროს ვერ განიცდიან. ყოველი დღე ბედნიერია ჩვენთვის, ყოველი დღე, ყველა პატარა წარმატება, ეს იქნება ახალი სიტყვის თქმა, ვთქვათ, პატარა ასაკში, ერთი გადადგმული ნაბიჯი, თუ დამოუკიდებლად რაღაცას გააკეთებს, აი ვიღაცისთვის ხო არ არის ეს და აი ვთქვათ, ბევრი მშობელი ამბობს ხოლმე, რაღაც დავიღალე, იმდენი ირბინა ჩემმა შვილმა, ვთქვათ, ხო? და სულ ვფიქრობ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეხა არ ვიმჩნევ და რაღაც, თუმცა სულ ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი, დაიღალა ამით კი არ დაიღალო, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ის ხო ვერ გძნობს ამას, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და მე რო ვიტყვი და მე რო ჩემ შულს შევხედავ, რომ ვთქვათ, უფრო მყარად გაიარა, ხო? და ვთქვათ, ატაქსია ისე აღარ აქვს. ну ყოველდღიურად იმდენი ბედნიერებები არის ხალხო, აი ამ დიაგნოზის უკან და ესეთ მშობლებთან, რომ რაღაც ბევრად ლაღები ვართ მე მგონი. მე ეგრე მგონი, არ ვიცი, ჩემი თავი. ეს ტერმინი ხო არსებობს რა ინგლისურში, რომ take it for granted და თქვენ უკვე აღარ იღებთ ამას granted და ანუ უყურებთ ისეთ დეტალებში, ხედავთ ბედნიერებას და წვრილმანებში, რომ ხო, მაგ განცდით რომ დადიხარ. კი, აი ბედნიერება. კი, ანუ ეს არის რაღაცა, არ ვიცი, ღმერთისგან ბოძებული ბედნიერება, რომელსაც ატარებ და კიდე აი ამ ბედნიერებით შენ კიდე ბევრ რაღაცას აკეთებ. მე აი ამან შემაძლებინა ის, რომ დღეს კიდე უამრავი ეტაპები, უამრავი კარგი საქმე გეთდება. და იცი რა მეინტერესებს, მაპატია ესე პირდაპირ გეკითხები, მაგრამ რასაც ყვები, რაღაც ეს შეგრძნება მომდის, რომ 25 წლის თათა საერთოდ არ იყო ისეთი, აი რაღაც ამ ცეცხლის ენერგიის მატარებელი, რაც ეხლა ხარ და აი როგორ აქციე ეს გამოწვევა შენს ძალად? ზოგადად ცხოვრებაში ყოველთვის ვიყავი ძალიან ესეთი ემოციური, თუმცა მაინც რაღაცა სხვა რაღაცებში მიდიოდა ეს ჩემი ენერგეტიკა, ასე ვთქვათ რა. მე ჩემმა შვილმა მომცა ეს ძალა. მისმა ყოველმა დღემ ყველა წარმატება მაქცია ესეთ ადამიანად. მე ესეთი ვერ ვიქნებოდი. როგორც დღეს ვარ, ნატალია რო არ იყოს ესეთი როგორიც არის და მე მადლობელი ვარ ამისთვის. რა მაგარია. მოდი გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე და ზოგადად აგვიხსენი რა არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რა არის აუტისტური სპექტრი და რა ძირითადი განსხვავება არის ამ ორ შორის.
კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა არის თამთა, იმიტომ რომ ზუსტად ცოტა ხნის წინ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანმა მკითხა, რომ აუტიზმი და იშვიათი დაავადება ხო ერთი და იგივე დიაგნოზი არისო. სამწუხაროდ ესე არ არის და სამწუხაროდ ის არის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ცნობიერება ავამაღლოთ და გავმიჯნოთ ეს ორი დიაგნოზი ერთმანეთისგან. იშვიათი გენეტიკური დაავადებები არის გამოწვეული გენის ან კონკრეტული ქრომოსომის ცვლილებით, ანუ მუტაციით. აქვე მოვიშველიებდი სტატისტიკას მსოფლიო მოსახლეობაში 300 მილიონზე მეტი ადამიანი არის იშვიათი დაავადებით დიაგნოზირებული, რაც მსოფლიო მოსახლეობის 4%-ია. ზოგადად იშვიათი დაავადება ცალკეულად აღებული ძალიან ცოტა არის და მაგიტომაც ქვია იშვიათი დაავადება, მაგრამ ერთობლივად აღებული ეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა არის მსოფლიო მოსახლეობის 4%. იშვიათი დაავადების შემთხვევაში ხდება ან არის ეს მემკვიდრული, ან ხდება კონკრეტული დენოვო გენის მუტაცია. ანუ არც ერთი მშობელი არ არის იმ გენის მატარებელი და განაყოფიერების დროს ხდება ამის ცვლილება, ასე ვთქვათ, დენოვო მუტაციას ეძახიან. ამიტომ ესეც ერთგვარი მითი არის ხოლმე, რომ გენეტიკური დაავადებები ყოველთვის არის მემკვიდრული. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ესე არ არის. გენეტიკური დაავადებები არ არის ყოველთვის მემკვიდრული, შესაძლოა მოხდეს დენოვო მუტაცია, განაყოფიერების დროს ცვლილება და მოხდეს იშვიათი დაავადების დიაგნოზი. როდესაც იშვიათი დაავადება აქვს ბავშვს, ამ შემთხვევაში უკვე როცა დასტურდება ეს ყველაფერი, უკვე აქ ერთვება სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ეს არის უკვე ორგანული პრობლემები, აქ ძალიან ხშირი არის ნევროლოგიური პრობლემები, მეტაბოლური პრობლემები, ძვალსახსროვანი პრობლემები, გულის, ღვიძლის, მეტყველების სმენის, კვების დარღვევები არის. ანუ სისტემური კი ბატონო, ვთქვათ, სასუნთქ სისტემას და იშვიათი დაავადებები არის ყოველთვის მას არ მართავს ერთი სპეციალისტი, ანუ მულტისისტემური გუნდი მართავს, იმიტომ რომ ყოველთვის იშვიათ დაავადებებს სხვადასხვა სიმპტომატიკა აქვს. მაგალითად, CDG სინდრომის მაგალითზე რომ ავიღოთ, ხო, ამ დაავადებას ახასიათებს მაგალითად გულყრა, მხედველობის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები, ძვალსახსროვანი პრობლემები, კვების სირთულეები და ხვდები ხო რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული. ამიტომ არის შექმნილი ძალიან კარგია დღეს უკვე არის გაიდლაინი CDG სინდრომის, რასაც მივყვებით ჩვენ და ყოველწლიურად გაიდლაინის მიხედვით ჩვენ ამას ბავშვებს უკვე უტარებთ გარკვეული ტიპის კვლევებს და აქ ჩართული არიან ეს მულტიდისციპლინური გუნდი, ყველა სპეციალისტი, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ ამოწმებს ბავშვს. ძირითადად ყველა იშვიათ დაავადებას სჭირდება მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. რაც შეეხება აუტისტური სპექტრის დარღვევას, ეს არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელიც პრობლემას იწვევს როგორც სოციალურ ურთიერთობებში, ქცევის დარღვევებში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ორი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ჭირდებათ. თამთა აუცილებლად მინდა გითხრა ეს ინფორმაცია, მე რა თქმა უნდა არ ვარ ექიმი, თუმცა ჩემი ამხელა გამოცდილებით აუცილებლად ეს ინფორმაცია მინდა რომ გაიგოს ყველამ, რომ როდესაც აუტისტური სპექტრის ბავშვს ახასიათებს ან თქვათ გარკვეული ტიპის გულყრები, ასევე რაიმე ორგანოს პათოლოგია ან და განვითარების შეფერხება, აქ უნდა ვიეჭვოთ, რომ შეიძლება ეს იყოს გენეტიკური იშვიათი დაავადებით გამოწვეული. და ამიტომ არის ხოლმე, როდესაც კონკრეტული გენის ცვლილება ან იშვიათი დაავადება იწვევს აუტიზმს. და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს და საუკეთესო ვერსიაში გენეტიკოსს, რომ გამოიკლიონ ბოლომდე ხომ არ
არ აქვს ამ ბავშვს აუტიზმთან ერთად კიდევ კონკრეტული იშვიათი დაავადება ან გენის კონკრეტული პრობლემა ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის. იმასაც დავამატებ ამას, რომ ხშირად ყოფილა, რო ვთქვათ, რომ რაში მჭირდება გენეტიკური ანალიზი, თუ ახლა მკურნალობა არ აქვს, ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ მართლა არ აქვს ამ იშვიათ დაავადებებს მკურნალობა და სიმპტომურად მივყვებით. მაგრამ ისე არის მედიცინა უკვე წასული, რომ მგონია, რომ რაღაცა ეტაპობრივად ამ იშვიათ დაავადებებს ექნებათ მკურნალობა, ან რაღაცა იმედს ვიტოვებ, მით უმეტეს აი CDG-ის შემთხვევაში ახლა მეორე ფაზის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს და მეც ინფორმირებული ვარ ამაზე და რაღაცა მგონია, რომ კონკრეტული მედიკამენტი, რა თქმა უნდა, მორჩენაზეა, მე ძალიან რეალისტი ადამიანი ვარ და არ ვიძახი, რომ ეს დაავადება მორჩება, თუმცა ცხოვრების ხარისხი რო გაუმჯობესოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ სპეციალისტთან მივიდეთ. და ზუსტად ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ამდენი ხანია, რომ სწორად უშვებთ ადამიანებს. და დრო არ დაკარგონ. ხა, იმიტომ რომ დიაგნოზირება არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. იცი, რასთან გაქვს საქმე და როგორ ემუშავებ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის დიაგნოზი, ამიტომ დავყავი ჩემი ცხოვრება დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ. დიაგნოზი როცა გააქვს, შესაძლოა მკურნალობა არ ქონდეს ამ დაავადებას, მაგრამ იცოდე რასთან გაქვს საქმე. ერთ მაგალითს მოვყვები ჩემი შვილის ცხოვრებიდან, დაახლოებით 6 წლის წინ ნატალია გახდა ცუდად სახლში და გადაგვიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში. და მე უკვე შესწავლილი მაქვს ეს დაავადება, კარგად ვიცი და პირდაპირ უთხარი იქ ექიმს დილის 6 საათზე, რომ ეს არის stroke-like, ანუ ინსულტის მსგავსი ეპიზოდი. და თვითონ არ იყვნენ ინფორმირებული, ვერც მიხვდნენ, იმიტომ რაღაც სხვა რაღაცებზე ქონდათ ეჭვი და პირდაპირ უთხარი, რომ უნდა გადამიყვანოთ იმ კლინიკაში, სადაც კარგად იციან უკვე ეს დაავადება და მე თვითონ დავსვი დიაგნოზი და ამიტომ არის, რომ მშობლებმა უნდა შევისწავლოთ დაავადება. და ჩვენ გვაქვს ისეთი პლატფორმა, ასევე მე ვარ სამედიცინო პლატფორმა MedCity-სთან დამფუძნებელი, სადაც გვაქვს იშვიათი დაავადების რუბრიკა, მუშაობთ ბეჭდური რუბრიკა არის თიკა ტყემალაძესთან ერთად გენეტიკოსთან და უკვე 65 რუბრიკა გვაქვს ქართულ ენაზე, ანუ იშვიათი დაავადება ნათარგმნი და ეს შეუძლიათ რომ გადაშალონ და პირდაპირ ანახონ ექიმებს. ესეც გავამარტივეთ და ასე რო ავალთ, წიგნი გვინდა რომ გამოვიშვათ. ანუ ეგ რამხელომსახურება არის. ძალიან ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ეგეთი არ არსებობს, რომ ქართულ ენაზე იყოს ეს იშვიათი დაავადებები ნათარგმნი. ვაუ. ვაუ. ესეც გვაქვს გაკეთებული. თათა, მაინტერესებს რა ნიშნებს უნდა დააკვირდეს მშობელი ადრეულ ასაკში? მოდი აქაც გამოვყოფდი ხო, როგორც იშვიათი დაავადებას, ასევე აუტიზმს ხო, იშვიათი დაავადების დაავადებების შემთხვევაში, აი როგორც აღნიშნე, რომ ამ დაავადებებს ახასიათებთ უფრო ორგანული პრობლემები, ხო? რა თქმა უნდა, განვითარების შეფერხება არის კიდე ერთ-ერთი, თქვათ, ისე არ იმატებს წონაში. ვერ ვითარდება, ეს არის პირველი სიგნალი, რომ აუცილებლად უნდა კონდეს შენ პედიატრის მოცემული, თქვათ, შკალა, სადაც უყურებთ თუ წონაში არ იმატებს, თუ თქვათ, თავის დროზე არ ხდება, ან დაჯდომა ვერ ჯდება, ან თავს ვერ იჭერს, ან რაღაცა, აუცილებლად, ეს არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა კონდეს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი და უნდა მივმართოთ სპეციალისტს. და ნებისმიერი ის ნიშნები, რაც არის, თქვათ, კვების სირთულე წამოვა, თუ მსგავსი რაღაცით, როგორ არის ეხლა ვიღაცამ რომ მოისმინოს, შეიძლება ყველაფერზე პანიკის საფუძველი ქონდეს, ეს არ მინდა რომ იყოს, რომ ესეც არ არის. უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ. აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევაში ხშირია ხოლმე რომ ამბობენ, რომ აი 3 წლის ასაკში, იცი რა, მისი ბაბუაც ეგრე იყო და რაღაცა 4 წლიდან დაიწყო საუბარი, არ არის ეგრე რა. აუცილებლად თუ დროულად მივხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან დიდი შანსია, რომ ყველაფერი იყოს ბევრად კარგად, დროულად დავიწყოთ, თერაპია იქნება ეს, მეტყველების, ფიზიკური, ფსიქოლოგის ჩართულობა, თუ რაც იქნება, ეს იქნება დროული და ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა მივაყურადოთ ეს, რომ ბავშვი ვერ საუბრობს. თუ ვერ საუბრობს, თქვათ, რაღაც გარკვეულ ასაკამდე და უნდა
თქვათ შკალის მიხედვით ეკუთვნით, აუცილებლად ერთი კონსულტაცია უნდა გავიაროთ ექიმთან და ისეთ ექიმებთან ამას პედიატრიც ჩვეულებრივად შეაფასებს, აღარ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული სპეციალისტის ჩართულობა ან გენეტიკოსის ან მსგავსი რაღაცა, ელემენტარული პედიატრთან მაინც უნდა მივიყვანოთ ბავშვი. თანან როგორც ვიცი, არსებობს რაღაც გაიდლაინი, რომ პირობითად 1 წლის ასაკში რა თქმა უნდა. ბავშვი უნდა ამბობდეს, თქვათ, ამდენ სიტყვას და კი ბატონო. რეალურად შეგვიძლია რა ეს ინტერნეტი მისი დადებითი მხრით გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ძალიან კარგათაც არის აღწერილი უკვე დღეს და ძალიან კარგად შეგვიძლია რომ მოვიძიოთ ეს ყველაფერი. ადრე არ იყო ეგრეთ 15 წლის წინ და ეხლა ყველაფერი გვაქვს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად და პლუს არსებობენ ისეთი ადამიანები, მით უმეტეს თქვათ თუ რაღაცაზე უკვე ისეთი ეჭვი გაქვს ჩვენი სახით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფონდის სახით და ასევე იშვიათი დაავადებების ალიანსის სახით ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ ბევრი რაღაცა გამოვიარეთ და ბევრი კონტაქტი გვყავს, ბევრი ადამიანი გვყავს გარშემო ნამდვილად ისეთი სპეციალისტები, ვისთანაც გაუშვებთ და დროს არ დაკარგავენ. ეგ არის ძალიან დიდი ფუფუნება, იმიტომ რომ შენც აღნიშნე, რომ ადრეული დიაგნოსტიკა თუ არის მნიშვნელოვანი, ბევრი საკმაოდ ფატალური შემთხვევა ვიცით, ვერ დიაგნოზირების შემთხვევაში. კი, არადიაგნოზირებული პაციენტებიც ძალიან ბევრი ყავს იშვიათ დაავადებებში და მის დღეც არსებობს სპეციალურად ძალიან ბევრი ბავშვი არის იშვიათი დაავადებით არადიაგნოზირებული და დღეს 7500-ზე მეტი იშვიათი დაავადება არსებობს და კიდე ძალიან ბევრი არის კვლევის პროცესში და ყველა სხვადასხვა სიმპტომი აქვს. კი. ყველა სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება რაღაცები დაემთხვეს, თქვათ, რაღაცა პირობითად ხა ატაქსია, მხედველობის პრობლემა და მსგავსი რაღაცები ერთმანეთს გავს ხოლმე, მაგრამ ეგ არის ზუსტად, რომ იშვიათ დაავადებების სიმპტომების ერთობლიობა უნდა გქონდეს. აი CDG-ის შემთხვევაში არის, რომ რამდენიმე სიმპტომი უნდა ემთხვეოდეს, მაგალითად, არათანაბარი გადანაწილება ცხიმების. ხო? ეს რომ თავიდან უყურებდი ჩემი შვილის, თქვათ, აღნაგობას, ხვდებოდი, რომ რაღაცა თანაბრად იყო, მაგრამ ეს მეგონა რომ ჩვეულებრივი რაღაცა იყო და ეხლა უკვე პირდაპირ იცი, იმიტომ რომ დღეს უკვე 11 ბავშვი არის დიაგნოზირებული CDG სინდრომით და უკვე რომ ვიცნობ ხოლმე ამ პატარა ახალ ბავშვებს, ისინი ჩვენ ყველა მეგობრები ვართ უკვე დღეს და ერთმანეთს ვეხმარებთ. კი, ნამდვილად. ძალიან მაგარია, ძალიან. იცი ამინტერესებს შენ გაქვს ამის გამოცდილება და მინდა რომ გკითხო რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ დიაგნოზის დასმის შემდეგ? ვიტყოდი მე ამას, რომ ყველაზე დიდი შეცდომა არის, რომ ჯერ პირველ რიგში არ იჯერებენ. არ ჯერათ და რაღაც მომენტში მესმის ხოლმე იმ ადამიანების coping mechanism ხდება. რომ არ იჯერებ და ძალიან დიდი შეცდომა არის, რომ უკვე 100% დადასტურებულ დიაგნოზს თავიდან იკვლევ. და ხარჯავ ძალიან დიდ დროს, ენერგიას და ფინანსებს. იმიტომ რომ ჩემ გარშემო იყვნენ ესეთი პაციენტები, რომლის დიაგნოზის 100% ვიცოდი, რომ იყო ეს და ძალიან დიდი დრო დახარჯეს, როცა იმ პერიოდში ბავშვის რეაბილიტაცია უნდა გაეკეთებინათ და ძალიან ცუდია ეს. ეს არის დიდი შეცდომა. შეცდომას ვიტყვი თუ ანუ არ უნდა დამალო შენი მდგომარეობა, ესეც რაღაც მომენტში სუმესმის ხოლმე ამ მშობლების, რომ მეც ხო გავიარე რაღაცები, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ არ უნდა დამალო რა. ხო, მაგრამ ისიც არის რა 15 წლის წინ რა მდგომარეობაც კი და ეხლა ბევრად კარგად ვართ და ამიტომ პირიქით არ დამალოთ და აი რა შეცდომასაც უშვებენ, არ აზიარებენ თავის პრობლემას. არსად და თავის თავში ინახავენ. აი შეიძლება არც რაღაც ნათესავს არ გავუსწრებთ. არა, იცით რა ცხვენია. ცხვენია თამთა, ცხვენიათ რომ რაღაცა იშვიათი გენეტიკური დაავადება, ამიტომ არის რომ გენეტიკური და ესე იგი მის შულსაც, ესე იგი მათ გენეტიკური პრობლემა აქვთ და რაღაცა რო არ გაუფუჭდათ ეს სტიგმები, ხო იცი კიდე არის ძალიან დიდი სტიგმატიზაცია გვაქვს კიდე რომ ესე იგი იმას რახან გენეტიკური დაავადება აქვს, ესე იგი და ხო თქვი რომ მემკვიდრული არ ნიშნავს ყოველთვის გენეტიკურ დაავადებებს და აქ არის სხვა რაღაც. მინდა რომ ეს რაღაც გკითხო.
როგორ უნდა დარჩეს მშობელი კონტაქტში საკუთარ თავთან, როდესაც წააწყდება ვთქვათ ამ გამოწვევას და როგორ უნდა დაუჭიროს მხარი არა მარტო ბავშვს, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჯერა რომ ის რო შენ შეძლო რომ იყო რესურსიანი მშობელი შენი შვილისთვის, ეს რესურსი ჯერ უნდა აღმოაჩინო შენ თავში და მას დაუკავშირდე. ალბათ ვფიქრობ, ალბათ მე რაც გავაკეთე, რომ არც ერთი დღე არ გამიჩერებია ჩემი ცხოვრება და არც ერთი დღე არ გამიცდენია სამსახური. არც ერთი დღე მე ბანკში ვმუშაობ, მთელი ცხოვრება ბანკში ვმუშაობდი და ეხლა ამ მიმართულებით ვმუშაობ სხვა ორგანიზაციაში და აი ესეთი ის 6 თვე ნუ რაც დეკრეტული გაქვს ის არ ვიარე და არც ერთი დღე არ გამიცდენია და ვფიქრობდი რომ სულ უნდა ესე ძლივს მივდიოდი ღამენათევი მივდიოდი და ჩემი თავი არ დავკარგე. და ისევ დავიწყე ჩემი თავის განვითარება, იმიტომ რომ ვთქვი რომ ეხლა რომ აღარ ვიარო სამსახურში ჩავწვე, რაღაცა ძალას ვეძებდი, ამით ძალიან რთული იყო ეს. რა ამის იმიტომ აკეთებდი რომ ხვდებოდი რომ ეს დროს დეპრესიისკენ და აუცილებლად წამიყვანდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად წამიყვანდა და დღემდე აი ამ რაღაცა პატარ-პატარა სიძლიერებმა რაც გავიარე, მაშინ დღეს მივედი აქამდე. მე ეგრე ვფიქრობ, რომ სამსახურისთვის თავი რო დამენებებინა, რაღაცა სხვანაირად რო წამეყვანა ჩემი ცხოვრება, ალბათ ვერც ჩემ შულს და ვერც სხვის შვილებს ვეღარ დავეხმარებოდი. დარწმუნებული ვარ მეც მაგაში. ეხლა მინდა რომ მოგვიყვე CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდის შექმნის ისტორიაზე. როგორ გადაწყვიტეთ ამის შექმნა, როგორ შექმენით? მე ვიცი რომ ამ უმოკლეს დროში თუ არ ვცდები 3 თვეში რაღაც საოცარი შედეგები გაქვთ და უამრავ ოჯახს დაეხმარეთ და ტექნიკურადაც თუ შეიძლება რომ გითხრა უკვე ამას რომ მოგვიყვები, როგორ უნდა მოგმართონ მშობლებმა და თუნდაც კომპანიებმა იმისათვის რომ დააფინანსოთ იშვიათი დაავადებები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. ძალიან კარგი ისტორია არის, რაღაცა აი ცოტა ხნის წინ კი იყო, მაგრამ ისე ვიხსენებ რაღაცა ბედნიერი წუთები, როცა დამირეკა ჩემმა მეგობარმა გიორგი გველესიანმა. მე ეს რაღაც იდეა ყოველთვის მქონდა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, ეხლა მე ორგანიზაციაც ხომ აქვს, მაგრამ ფონდის იდეა მქონდა ძალიან დიდი ხანია, მაგრამ რაღაც სულ რო გადადებ, რომ ეხლა არ არის, ანუ ეხლა არ შემიძლია ეხლა რაღაცა და ვიღაცა მჭირდებოდა ადამიანი, ვინც აი ესე შემინთებდა, რომ თათა აი ეხლა უკვე უნდა გააკეთო, აღარ გადადო. და ბოდიშნა გაგაწყვეტინა, გიორგი არის სამავდროულად ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და მე არ მოვიწყდება, გიორგი მეუბნება, რომ აი გავიღვიძე, ავიღე ტელეფონი და თათას დაურეკე, რომ არ გავაკეთოთ, კარგი საქმე. აი ზუსტად ესე იყო. ზუსტად ესე ზაფხულია მირეკავს გიორგი და მეუბნება რომ თათა აი რაღაცა აი ესეთი ის მაქვს რომ შენო იმდენი რაღაცა გამოცდილება გაქვსო რომ აი შენთან ერთად მინდაო რომ აი ამ საქმეში ვიყო მოდიო რა გავაკეთოთ შენც ამდენ რაღაცას აკეთებ მეც ესე ჩემით რაღაცებს ვეხმარებიო და გავაკეთოთო რა ფონდიო და დავეხმაროთო რა ამ ბავშვებსა და ჯერ გავჩერდი და გიორგი მეთქარი ძალიან მინდა რომ ეს გავაკეთოთ მეთქი და მოდი ხვალ დაგირეკავ თქვენ ხა დავფიქრთები მეთქი რა როგორ თქო რომ ტექნიკურად რა როგორ კიო დამირეკე და ჩემ შვილს ტასოს რომელიც ახლა 21 წლის ხდება გავუზიარე იმ წამს რომ ტასო მეთქრე ესე გიორგიმ დამირეკა და მეთქარი და იქნებ გავაკეთოთ მეთქი თან ტასო არის გრაფიკული დიზაინერი და მისი დახმარება მჭირდებოდა იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა შექმნილი იყო და მე ცალკე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და ტასოს გაუბრწყინდა თვალები რომ მე დავჭდებიო და ვიფიქრებ ლოგოზეო როგორი ლოგო გავაკეთოთ რაღაცა 3 დღეში თამთა ავაწყეთ გვერდი, კონცეფცია, ლოგო, ყველაფერი, ესე იგი როგორი სურვილი გქონდა, ხვდები ამისი? კი. და დღეს უკვე ჩვენ გვყავს 15 ბენეფიციარი ბავშვი, როგორც იშვიათი დაავადებით, ასევე აუტიზმის მქონე. ვეხმარებით ამ ბავშვებს და მშობლებს. ყოველთვიურად თან, ხო? ყოველთვიურად. და რა თქმა უნდა, აქაც მადლობას ვეტყვი იმ
ფიზიკურ პირებს, იმ კომპანიებს და ექიმებს, რომლებიც გარდა, თქვათ, ექიმები, გარდა თავისი პროფესიული კუთხით, ასევე ფინანსური კუთხითაც უდგანან გვერდში ამ ბავშვებს, ესეც უპრეცედენტოა, ესეთი არ ხდება, ექიმობა გულით კამპანიის წევრები არიან, ეს კამპანიაც ესე უცბად მოვიფიქრეთ და ორგანიზაციები, რომლებიც ესე ერთხმად დაგვიდგნენ გვერდზე, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით და მე და გიორგიმ შემოვიერთეთ მერე მარიამი, რომელსაც ყავს პატარა უსაყვარლესი კირა, ისიც იშვიათი დაავადებით არის დიაგნოზირებული. მარიამი გახდა ჩვენი ბენეფიციარების ურთიერთობის ხელმძღვანელი და მასთან შედის ყველაფერი და აი აქვე მოვყვები როგორ უნდა დაგვიკავშირდნენ, ხო? ჩვენი გვერდი, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს ვებსაიტი, მაგრამ ძალიან მალე გვექნება, მაგრამ Facebook-ზე CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდი ესეთი ჩვენ აუცილებლად მიუთითებთ, ბოდიშ რო გაწყვეტინებ, აუცილებლად მიუთითებთ ამ პოდკასტის აღწერაში CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდის Facebook გვერდს და რა თქმა უნდა დავდებთ ანგარიშებსაც და გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება, რომ დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს, რომ ერთად ვაკეთოთ ასეთი საოცარი საქმე. ბოდიშ რო გაწყვეტინებ. არა, უშუალოდ ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის და მარიამი შემოგვიერთდა, რომელთანაც შედის ყველაფერი. ნებისმიერი, ვთქვათ, მომართვა შეუძლიათ ჩვეულებრივად Facebook Messenger-ით. მოგმართავენ, ტელეფონიც არის მითითებული, შეუძლიათ ტელეფონითაც დაგვიკავშირდნენ, აღწერონ სიტუაცია, მარიამი ყველაფერს შიფრავს აბსოლუტურად, უსმენს აი ამ მშობლებს, თვითონაც ხო ესეთი პრობლემის წინა შედგას, მაგრამ აი საათობით ელაპარაკება თამთა. და იგებს იმ მათ პრობლემებს, მე ამას გავდივართ ერთიანად, უკვე მათ საჭიროებებს, აუცილებელია ოღონდ რაც მნიშვნელოვანია, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ ამის ფორმასი, არის დოკუმენტაცია ჩამოთვლილი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მერე უკვე ამ ბავშვების დაფინანსება. და რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, ჩვენ ყავს რამდენიმე აქტიური სპონსორი ორგანიზაცია, რომლებიც ყოველთვიურად გვეხმარებიან და მათი დახმარებით ვაკეთებთ ჩვენ ამ ძალიან მაგარ სიკეთეებს. და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ შემოგვიერთდა ასევე თათა დვალიშვილი, აი მეც სითი რო ვახსენე, სამედიცინო ჯგუფი თათასთან ერთად მაქვს გაკეთებული კოვიდის დროს ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადავარჩინეთ და თათაც იმის და მიუხედავად, რომ მას არ ყავს იშვიათი დაავადებით ან აუტიზმით დიაგნოზირებული შვილები, აბსოლუტურად უყურებს როგორც თავის შვილებს და გვეხმარება და რაღაცა საოცარი გუნდი შევიკარით და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ ძალიან კარგ რაღაცას გავაკეთებთ. აუცილებლად დარწმუნებული ვარ და მინდა გკითხო, რას ეტყოდი იმ მშობლებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ამ გზას და რას ეტყოდი ისეც, რაც მაშინ 25 წლის თათას მინდოდა რომ გაეგო და მოესმინა მესამე პირისგან. მე ალბათ ვეტყოდი იმ მშობლებს, რომლებიც ეხლა გადიან ამ პერიოდს, რომ ისინი მარტო არ არიან. და მე რო ეს მომესმინა, იმ პერიოდში ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ იმ მშობლებს, ვისაც ეხლა უწევთ, ან სამომავლოდ მოუწევთ ამის გავლა, იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო, იცოდეთ, რომ არსებობენ თქვენ გვერდზე ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გაგიმარტივებენ გზას ცხოვრებაში. შეგიძლიათ მივართოთ თათას და ან ჩვენც მოგწერეთ და გაკავშირებთ და ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვთქვი, აღწერაში ჩვეულებრივ ნახავთ მათ ანგარიშის ნომრებსაც დახმარებისთვის და სოციალურ გვერდებსაც იმისთვის, რომ მიმართოთ და გაგიწიონ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალური მხარდაჭერაც. მინდა გკითხო შენთვის, რას ნიშნავს დღეს სიტყვა მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერასთან ერთად მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვე იმ სოციალურ პროექტზე და კურსზე, რომელიც ჩატარდება სფეროს და თქვენი ფონდის კოლაბორაციით. ძალიან მაგარი რაღაცა იგეგმება და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ჩვენი კოლაბორაციით, რა მართლა ძალიან მაგარი საქმე გაკეთდება და სიტყვა მხარდაჭერა არ არის ჩემთვის მხოლოდ სიტყვა.
ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. და ზუსტად ჩვენი ეს ახალი პროექტი, რაც იწყება და ჩვენმა მაყურებელმაც რო იცოდეს, ეს იქნება უპრეცედენტო პროექტი, როდესაც ჩვენ გვექნება 5 სესია, ხო, თამთაზე გვაქვს დაგეგმილი. გვეყოლება არაჩვეულებრივი სპეციალისტები მოწვეული და დაესწრებიან ამას როგორც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვის მშობლები, ასევე აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები. და რატომ გადავწყვიტეთ ეს რო გაგვეკეთებინა, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ მაშინ და ყველაზე მეტი მხარდაჭერა მშობლებს სჭირდებათ, რომ მერე მიხედონ თავის შვილებს კარგად და ეს ჩვენი პროექტი ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მაგარი და ამ მშობლებს კიდე ბევრ ძალიან მაგარ რაღაცას ასწავლის და გააძლიერებს და მე ერთმანეთსაც მხარს დაუჭერენ, ასე ვფიქრობ. და ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში რაღაც ქსელს შევქმნით კიდე ახალ მშობლებთან ერთად, რომლებიც კი ნამდვილად მიხვდებიან, რომ მარტო არ არიან, ნამდვილად მიხვდებიან, რომ არსებობს მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ გამოიხატება მხოლოდ ფინანსებში, არამედ გამოიხატება იმ თანადგომაში, რომელსაც მართლა ყოველდღე აძლევთ ერთმანეთს თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი. ჩემთვის ეს პოდკასტი არ ემსახურებოდა მხოლოდ ვთქვათ იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე თუ აუტისტურ სპექტრზე ცნობიერების ამაღლებას. ჩემთვის ეს იყო მართლა რაღაც ძალის ისტორია რა, იმიტომ რომ არ ვიცი, мотивация ხარ იმისთვის, რომ მე ზოგადად ვცდილობ, რომ ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას ვუყურო ისე, რომ რას მასწავლის და ნებისმიერ არ ვიცი, რაღაც რთულ მოვლენას ძალიან დიდი რესურსის ძალად და შენ ხარ მართლა მაგალითი ამის, იმიტომ რომ გააჩნია კიდე საიდან გამოწურავ ამ რესურსს რა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თამთა იმისთვის, რომ დაინტერესდი, იმისთვის, რომ ჩვენ ფონდს უდგახარ გვერდში და კიდევ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვაძლებინე თქვენ სფეროსთან ერთად, რომ ესეთ მაგარ პროექტს ვიწყებთ მშობლებისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს მაგის ბედნიერება, რომ ვიყო ამ დიდი პროექტის რაღაც პატარა ნაწილი და კიდე ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებთ ერთად, მე ესე მგონია. დარწმუნებული ვარ. ძალიან გვინდა ჩვენ რომ ჩვენი პატარა, არ ვიცი, წვლილი აგური იყოს ამ დიდი საქმის კეთებაში. მადლობა რომ გვიყურეთ. მე პირადად ვარ ძალიან სავსე, მოტივირებული, არ ვიცი, შინაგანი სავსეობის შეგრძნებით დამუხტული. და მინდა ჩემს თავსაც და თქვენს გისურვოთ სწორედ ის უნარი, რასაც თათა ლაპარაკობდა, რომ და ეს შეგვეძლოს, რომ დავინახოთ თითოეულ დეტალში, თითოეულ პატარა წარმატებაში ბედნიერება და დავტკბეთ ყოველდღიური ცხოვრებით. მადლობა.